საღამოშვიდობისა ნიკა მოგესალმები. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. Raha მოგვეცა შესაძლებლობა ყოფილიყავ თქვენს გადაცემაში, გიხარია ორმაგად. ყოფილხართ ჩემს გადაცემაში ბევრჯერ ბატონო ნიკა და აი თქვენს სიახლეებია და სწორედ ამიტომ უკვე გაჩნდა კითხვები და ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი. ბატონო ნიკა, დავიწყე ბუნებრივი ამ გაერთიანებებზე საუბრით, თუმცა მინდა პირველ რიგში გკითხოთ, მუდმივად საუბრობდა ოპოზიცია ამ გაერთიანებაზე. ხო იყო თავიდან ერთიანი სია, ვიხილეთ მე ქარტიაზე ხელმოწერა, სადაც ასევე კეთდებოდა ეს განცხადებები და ნუ თქვენთან მიმართებაში მოლოდინი იყო ხო შემთხვევაში რომ მინიმუმ 4 პარტია ერთიანდებოდით. რადგან ეს ვერ შედგა, მინდა გკითხოთ, ზოგადად ეს გაერთიანება რატომ გახდა აუცილებელი ახალისთვის, ვთქვათ, დროასთან და გირჩიმეტი თავისუფლებასთან, იმიტომ რომ იყო თქვენ სულ ამბობდით რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა ახალს არ უნდა ჰქონოდა. ანუ რა იყო მაშინ ამ ეს ხო აღარ არის დიდი გაერთიანების მიზნის ქვეშ გაერთიანება და ამიტომ გეკითხებით. დიახ, მადლობა მოწვევისთვის, ვესალმებ თქვენს მაყურებლებს. დიახ, მე მუდმივად ვჯეროდა რომ საუბარი ერთიან სიაზე არ იყო ადეკვატური და არ იყო ის ფორმულა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა ოპოზიციას, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო გამოსხილებები, მნიშვნელოვანი იყო ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრები, რამდენიმე მათგანი მაინც შექმნილიყო გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელიც არის საზოგადოებაში, რომელიც არის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა გამოწვევების წინაშე დგას ნებისმიერი ქართველი და საქართველოს მოქალაქე, რაც შეეხება პარტია ახალი ნამდვილად არ შექმნილა დაბალი ამბიციით, რომ მას ბრძოლა გაემართა ბარიერთან, ამისი გულახდილად და ალბათ შეიძლება თქვენს გსმენიათ, ხა ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებდა, რომ ამის პრობლემა ნამდვილად პარტია ახალს დამოუკიდებლად არ ქონდა, მეტიც თბილისში, მილიონნახევრიან ქალაქში უკვე ის ოპოზიციური მთავარი პარტია არის, არჩევნებამდე 4 თვითად, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და სხვა მხარეებში, რეგიონებში, რა თქმა უნდა, არანაკლები ხარდაჭერა. დროა და გირჩ ჰქონდა ეს პრობლემა, ანუ მათი მე მიმაჩნია რომ ძლიერი ოპოზიციური პლატფორმები არის საჭირო. რამდენიმე, ანუ და არა ერთი გაერთიანება. რა თქმა უნდა, მე ვარ ამისი ერთგული ამ ფორმულის. 3 იქნება ეს თუ 4 იქნება, ამას რო გვაჩვენებს და ჩვენი ნაბიჯი გადავდგით. მე არ მგონია რომ საქართველოში ერთი ოპოზიციად გაწყობილი ამორჩეველიც, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე ხელისუფლების მხარდაჭერი, უნდა არსებობდეს განცდით, რომ მის რჩეულ პარტიას აქვს ბრძოლა გამართული ბარიერის გადალახვასთან. არამედ პირიქით, ძლიერი პოლიტიკური ცენტრები უნდა ასხივებდნენ გამარჯვებას ქართულ ოცნებაზე, გამარჯვებას ქართული ხალხის სახელით და ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ ერთის მხრივ შევუნარჩუნეთ ამორჩევლებს განსხვავებულია დიახაც ერთმანეთისგან ამორჩეველი, მათ შორის რა თქმა უნდა ოპოზიციურად განწყობილი. სწორედ ამაზე მინდა ბატონი გაკითხოთ. არჩევანის შესაძლებლობა დაუტოვეთ და მეორე მხრივ არც თუ მნიშვნელოა გარანტია არსებობდეს, რომ მაქსიმალურად მინიმიზება მოხდება ოპოზიციური ხმის დაკარგვის შესაძლებლობის. არ უნდა დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა და რამდენიმე ოპოზიციური პარტია დღეს ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი პოლიტიკურ ცენტრებში და მე მჯერა რომ უახლოეს პერიოდში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თავის თავს დაინახავს ამა თუ იმ ოპოზიციურ ძლიერ პოლიტიკურ ცენტრში ან დამატებით შექმნის ამ ძლიერ პოლიტიკურ ცენტრს. ნუ სამწუხარო იქნება თუ იარსებებს რომელიმე ოპოზიციური პარტია, ვინც ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თუ ეს უკვე ცნობილია, ხო, გახარიები ამბობენ, რომ გახარია საქართველოს ცალკე აპირებს ლელოს ჯერჯერობით ცალკეა, ანუ არანაირ გაერთიანებაში. და რატომ ვერ შედგა ლელოსთან? მოდი ესეც უამრავ ეთერში გისმინეთ უკვე, მაგრამ კი ბატონო, დაასრულეთ. ყველა ამორჩეველიც რაციონალურად გაუფრთხილდება და მოუფრთხილდება იმ თავის ხმას, თუ კი ამა თუ იმ პარტიამ, მათმა არჩეულმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში განსაკუთრებით უამრავი ამორჩეველი ორჯერ გაიაზრებს, თუ ვის უნდა მიცეს ხმა და უნდა იცოდეს ამორჩეველმა, რომ იმ პარტიას კი არ აძლევს, რომელიც ეჭიდავება ბარიერის გადალახვას, არამედ
არის ძლიერი პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენელი. რაც შეეხება ლელოს, ეხლა გულწრფელად გეტყვი, პატივიცემა მათ, წარმატება მათ, მე მაქვს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ბევრ მათგანთან, მათ ლიდერებთან, მათ ეს იციან, მეც ვიცი. მაგრამ კონკურენტებად დარჩით არჩევნებზე რაღაც ამ როგორც კი ჩვენ შინაარზე, ფორმაზე, სტრატეგიაზე შევთანხმდით პარტიებთან, ფიქრობ რომ გამოვიჩინეთ პასუხისგებლობა და პროცესის პარალელურადვე ანუ არ არის გამორიცხული მომავალში ისევ დადგეს ლელოსთან გაერთიანების საკითხი ან სხვა პარტიასთან გაერთიანების საკითხი ის რომ დღეს ჩვენ ლელოსთან ერთად არ ვართ წარმოდგენილი ერთ პოლიტიკურ ძლიერ ძალიან პლატფორმაზე რომელიც დიახაც არის წარმოდგენილი ახალი გირჩი დროათი არ ნიშნავს რომ ჩვენ სხვადასხვა მიზნები გვაქვს სხვადასხვა მიზნები გვაქვს რას ვიქადის მომავალი ამას აჩვენებს მე წარმატებას უსურვებ ლელოს უბრალოდ არსებობს დაინტერესებული ბევრი პირი სხვადასხვა სფეროებიდან მათ შორის პოლიტიკური პარტიებიდან ეხლა რა თქმა უნდა არ დავასახელებ და არა მხოლოდ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ქართული ოცნების წარმომადგენლები რომელსაც უნდა პროცესი რომელსაც უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში საზოგადოება ადენებს თვალყურს და სამი პარტიის გაერთიანებას გულისხმობ დაინახოს უნდა რომ თითქოს რაღაცა არ გამოვიდა არა და პირიქით გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მოტივირებული ვარ და კიდევ უფრო მეტად მჯერა წარმატების ვინაიდან კიდევ უფრო ძლიერი ზურგია კიდევ უფრო მრავალფეროვანი ელექტორატი გაერთიანდა ამას საარჩევნო ბრძოლა დასაწყები და რატომ მაინც და მაინც გადავალთ საარჩევნო სტრატეგიებზე უკაცრავად ჯერ ამ გაერთიანებაზე მინდა რომ დაგისვათ რამდენიმე კითხვა რატომ მაინც და მაინც ზურაგირჩი და დროა და რატომ გეკითხებით ამას რომლებთანაც ერთი პერიოდი იდეური განსხვავება გქონდათ არ ვიცი ეს იდეური იყო თუ უბრალოდ რა განსხვავება მაგრამ ვგულისხმობ კეზერაშვილის ფაქტორს რის გამოც თქვენ წახვედით პარტიიდან ახლა აღარ მოვყვები ყველა სახსოვს რატომ დატოვეთ ნაციონალური მოძრაობა მე ახალი პარტიის თავმჯდომარე აირჩიეს და სერიოზული დაპირისპირება გქონდათ სწორედ ამ ჩრდილოვანი მმართველობის გამო და ამ დროს ჩვენ გვსმენია დროა და გირჩი მეტი თავისუფლებისგან რამხელა სახელწოდება აქვს ზურა ჯაფარიძის პარტიას რომ ეს არა ქვია კეზერაშვილი აფინანსებდა მათაც და ეს იყო თქვენთვის პრობლემა აღარ არის ეხლა ეს საკითხი ანუ რაღაც განმასხვავებელი თქვენ შორის არა თუ მოსაზრება არ შემიძლია არამედ ის შეხედულება კვლავ ძალაშია, ბევრი მისაუბრია, საზოგადოება ამის შესახებ იცის და მეწუნეთ დროა გიჩთან დაკავშირებით არანაირ პოლიტიკური იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ ყოფილა, ჩვენ ბუნებრივია სანამ შევთანხმდებოდით ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მეწუნეთ ეს ადამიანი რაიმე ტიპის გავლენით ვისი გვარის თქვენ დაასახელეთ კეზერაშვილი რომ სარგებლობდეს ამ პლატფორმაზე ან რაიმე ტიპის შემხებლობა რომ კონდეს საქმიანი პოლიტიკური ან გირჩთან ან დროასთან ხო ეს გაერთიანება ვერ შედგებოდა ეს გაერთიანება ნამდვილად ვერ შედგებოდა ეს გაერთიანება არის გავლენებისგან თავისუფალი გაერთიანება მე მაგ ის დამოკიდებულება იმ ადამიანთან როგორიც მქონდა და ასეთი დარჩება და არ იყო ეს უსაფუძვლო და მე მგონი ბევრი რამ დასტურდება უბრალოდ ამ ადამიანებზე და იმ სხვა ადამიანებზე რომელთაც საუბრობდით ჩემისადმი სამართლიანად თვეების განმავლობაში იმდენად საკმარისად ვისაუბრე რომ მე მგონი ბავშვიც კი ქუჩაში რომ ხდება საქმის კურსში არის მაგრამ ის რომ პარტია გირჩი და პარტია დროას რაიმე პოლიტიკური შემხებლობა ჰქონოდათ ხო ხა ამ ბატონთან მეწუნეთ ესეთობა არ შედგებოდა ყველა კონკრეტულ მომენტში ყველა ადამიანი პოლიტიკური სუბიექტი იღებს გადაწყვეტილებას ეს გადაწყვეტილებები ჩვენ მივიღეთ ხო თუმცა ჩვენ გვახსოვს ელენე ხოშტარიას განცხადება კეზერაშვილთან ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ სურაგირჩი მე მქონდა კომუნიკაცია და ხო ამიტომ გეკითხებით ჩვენთვის რა თქმა უნდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს ასე არ არის ეს ასე რომ ყოფილიყო ესეთობა ვერ შედგებოდა ეს გაერთიანება ვერ შედგებოდა ბატონი კეზერაშვილი აფინანსებს და არა მხოლოდ აფინანსებს არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც იღებს და ამას თავადაც კი საუბრობს ხო ახლა აქ ნაციონალურ მოძრაობაში ამას მოძრაობას გირის და დროას რომ დომოდა მასთან უბრალოდ პარტიორობის ასე ვთქვათ არსებობა პარტია ახალთან ისინი პოლიტიკურ პლატფორმას ნამდვილად კიდევ ერთი კითხვა აქ ცხადზე უცხადესია
ბატონიკა ზურა გირჩი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო თქვენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ასევე ნიკა გვარამია ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში არის თქვენ ამბობდით რომ ამ მომრჩეველს უნდა კონდესო მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება და არ უნდა დაიკარგოსო რა განსხვავება უნდა დაინახოს ამ მომრჩეველმა იმიტომ რომ მოისმენდით შეფასებებს არა მხოლოდ ქართული ოცნების ოპოზიციური ნაწილის მხრიდანაც გაისმა რომ ეს არის ფაქტურად ორი ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა სახელით აი როგორ უნდა დაანახოთ ამ მომრჩეველს რა განსხვავებაა ასეთი მე ვფიქრობ ნაციონალურ მოძრაობასა და თქვენ შორის იმიტომ რომ ფაქტიურად იგივე ადამიანები ხართ ხო აი აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებოდით მიუხედავად იმისა არა ამაში ხომ ეთანხმებით რომ თქვენ პარტიის თავმჯდომარე იყავით ზურა აღმასრულებელი ხო და ამიტომ ეს კითხვა ჩდება ბუნებრივია ხო არა გიპასუხებ ძალიან საინტერესო შეკითხვა მე იქ სადაც ვიყავი წლების განმავლობაში სიახლის პრეტენზიით ვიყავი და ვცდილობდი და დიდწილად ეს გამოდიოდა მეგობრებთან ერთად და უამრავი, ათობით ათასი ახალი ამომრჩეველი შევძინე იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ ყავდა. და ამ ამომრჩეველს წაართმევთ ეხლა ნაციონალურ მოძრაობას ფიქრობ? ეს არ იყო მათი ამომრჩეველი, ბევრი იყო, არავის. არა, ეს ხმები არ გაიყოფა ფიქრობთ აი ამ თქვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის? არავის არ ართმევს. როდესაც ჩავთვალე რომ იქ ჩემი შესაძლებლობების რეალიზება არის უბრალოდ ფუჭი გარჯა და იმ გამარჯვებას, რომელსაც ასე ნამდვილად შენატრის ნახევარზე მეტი საქართველოს ცვლილებები სურს, განვითარებულ სახელმწიფოში სურს ცხოვრება, ბედნიერ ქვეყანაში სურს ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია იმ პლატფორმიდან, ხომ? ჩემთვის თვითმიზანი პარტია არ არის, პარტია არის ინსტრუმენტი შენი იდეების და შეხედულებების რეალიზებისა. დიახაც. და რა არის ის განმასხვავებელი მთავარი, ბატონო ნიკა? ახლა არავის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ამორჩევლის წართვევას არავინ არ ცდილობს. ეხლა უბრალოდ ძალიან ბევრი ათასი ამორჩეველი ალბათ სანამ იყო იმ პარტიის ხარდაჭერი სხვა ტიპის ამორჩეველი იმ პარტიის ამორჩევლება დარჩა და დარჩება განსაკუთრებით ზურა ანუ თავად ამბობთ რომ დააკლდება ნაციონალურ მოძრაობას ამორჩეველი ჩვენი ამოცანა ქართული ოცნების დამარცხება ზურა გიძეს მინდა გკითხოთ რომ მან შექმნა პარტია ისიც იყო თავის დროზე ძალიან ადრე ნაწილი მცირე ხნით შექმნა თავის პარტია რომელსაც თითქმის არ არის შემხებლობა ელექტორალური ნაციონალურ მოძრაობის ელექტორატთან არ აქვს ხო? კარგი და აი რა იქნება მთავარი განმასხვავებელი აი რა შეგიძლიათ ამ მომრჩეველს უთხრათ რომ რა განასხვავებს ამ ორ პოლიტიკურ პარტიას თუ ძალას ერთად რა განასხვავებს ეხლა მაგალითად რუსთავი ორს და ტელეკომპანია თავარ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ ხო და ასე გეკითხებით რა განასხვავებს ასეთი ბევრი რამ ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ გავლენის თავისუფალი პლატფორმა საიდანაც ჩვენ ხალხს არათუ ვესაუბრებით არამედ ხალხის ჩართულობაა და ხალხის ინტერესის ასახვა და მე მიმაჩნია რომ ამ პარტიას ამ უკვე გაერთიანებას ახალს გირჩ დროას ეყოლება ძალიან დიდი ელექტორალური მხარდაჭერა და სალკე პარტია ახალზეც რომ ვისაუბროთ, ხო? უამრავი ის აქტიური წევრია, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელაც კი არ მიუწია ნაციონალურ მოძრაობისთვის ხმა. ასეთი ამორჩეველი ჩვენ გვეყოლება მრავალი. გვეყოლება რა თქმა უნდა ამორჩეველი, რომელიც იყო სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოპოზიციური ან სახელმწიფო პარტიის მხარდაჭერი, მაგრამ პოლიტიკა არის დინამიური პროცესი, ცოცხალი ორგანიზმია, ესა თუ ის პარტია, ხო, ხან კარგავს ამორჩეველს, ხან იძენს დამატებით. ჩვენი ამორჩეველი იქნება მათ შორის ბევრი ყოფილი ქართული ოცნების ამორჩეველი. არათუ ასეთი ამორჩეველი ყავს, წევრებიც ყავს ასეთი, ხო? ისეთი ადამიანების, რომელიც უკვე ვახსენე, არასოდეს არ ყოფილან წინა ხელისუფლების სახელმწიფო პარტიის ხარდაჭერი. ამიტომ ქართული ოცნების მცდელობა მესმის საზოგადოების თვალში პროცესი წარმოაჩინოს თითქოს ყველა პოლიტიკური ცენტრი ერთმანეთს გგავს. მე არავის არ უსურვებ წარუმატებლობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პლატფორმა, სადაც გირჩია, დროა და ახალია, იქნება ბევრად უფრო ახლოს საზოგადოებასთან, ბევრად უფრო გულწრფელი. ანუ მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელი შესაძლოა ჩამოერთვას თქვენ ყოფილ პარტიას, ბატონო ნიკა. გააქვთ ეს მოლოდინი. ეს თავისთავად უნდა მოხდეს და ხალხმა გადაწყვიტოს რა სტატუსი ექნება რომელ პოლიტიკურ ცენტრს. ამოცანა არის ცვლილებები, ამოცანა არის ოლიგარქიული რუსული რეჟიმის დამარცხება. ნინო, თქვენ ხო ჩემზე კარგად იცით და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი
უამრავი უставი ორის თანამშრომელი მივა და ქართულ ოცნებას ხარს არ დაუჭერს და მათ შორის ტელეკომპანია იმედისაც ჯერა უბრალოდ ჯერა როდესაც შენი საუკეთესო მეგობრები წლების განმავლობაში 10 წლების განმავლობაში რომლებიც დაგიდგნენ მაშინ სახელმწიფოს როდესაც შენ სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ ნიშნებიც კი არ ჰქონდა დღეს გეუბნებიან რომ ჩვენ წყვეთ შენთან როგორც ხელისუფალთან ყველანაირი ტიპის კომუნიკაციას პოლიტიკურ კავშირს ყველანაირი ტიპის დახმარება ქართულ ოცნებას არ ექნება, იმიტომ რომ შენ თვალთ მაგცობ, იმიტომ რომ შენ დაცინი ქართველ ხალხს და ჩვენი ინტერესი არ არის თქვენთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის გარეშე. ქართულ ხალხთან ერთად კი ბატონო და პირდაპირ გვეუბნებიან ქართულ ხალხს ვითანამშრომლებთ ქართულ ხალხთან შეიცვალეთ და დავილაპარაკეთ, იმიტომ რომ არავინ ამ ტყუს არ დაიჯერებდა, რაც ქართულმა ოცნებამ აკადრა. ქართული ოცნება ამბობს რომ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეული თანხების მობილიზება ხდება და გაუმჭირვალეა მაშინ როდესაც და შენ საუკეთესო პარტნიორი გეუბნება მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მთავრობას 5-ჯერ მეტი თანხა მოგეცით ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებას და აქ რატომ არა გაქვს პრობლემა ეუბნებიან რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში თქვენ ქართული ოცნების მთავრობას 26 მილიარდი დოლარი მოგეცით როგორც დახმარება როგორც გრანტი როგორც საუკეთესო პარტნიორმა ქართული ოცნებას საქართველოს ხელისუფლებას აქ რატომ არა გაქვს პრობლემა და უბრალოდ აქ გამოწყდეული არის ტყუილში ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან თავიდან ბოლომდე კორუფციულ ჭაობში ჩაფლულები. კარგი, ბატონიკა, ორი კითხვიდან მოვასწრო. არ შენდება კორპუსი არ შენდება ნინო ხო ვიცი გარდა იმისა რომ ამ ქალაქში ცხოვრობ უკვე ხო წლებია პოლიტიკურათაც მომიწია ძალიან დიდი აქტიურობა წლების განმავლობაში ვიყავი ორჯერ მერობის კანდიდატი და სპეციალიზდებოდი ძირითადად თბილისის მუნიციპალურ საკითხებზე წლების განმავლობაში. კორპუსი არ შენდება, კორპუსი სადაც პრაქტიკულად წილი არ კონდეს კახი კავალაძეს გარემოცვას. ეხლა ეს ხო თელმა თბილისმა იცის. კარგი, ბატონიკა, სხვა თემაზე გადავედით, ამებზე კიდევ ვისაუბრებთ. კი, დაასრულეთ ეს. თუ შეიძლება და სხვა საკითხზე გადავიდეთ, რომ ესენი შინაგანად არიან პრორუსულად განწყობილები. ჩრდილოეთ კორეასაც შეეკრებიან, ვინაიდან თავი და ბოლომდე არიან რო კონდეთ შესაძლებლობა კორუფციაში ჩაფლულები. მათ ეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, იმიტომ რომ დიახაც ნინო შუბლაძე და დაწყებული, ნიკამელიად გაგრძელებული და არ ვიცი ნებისმიერი თქვენი მაყურებლით დამთავრებული, ან მათი დაწყებული პირველ რიგში ასე ვიტყვი, გაიგებს თუ რას აკეთებენ ამ 12 წლის განმავლობაში. თორე არ ვამბობ რომ თხემი ტერფამდე ეს ადამიანები არიან ან მოღალატეები ან მათ არ უნდა დასავლური ორიენტაცია, არ უნდა დასავლური პერსპექტივა, არ უნდა სიმდიდრე, ბედნიერება, მაგრამ ნუ თვითონ არიან ბედნიერები, ფული მოპარული ბევრი და ეშინიათ ეხლა ცვლილებების ბატონიკა, მოდით ცვლილებები რომ განახორციელოთ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა და ამიტომ ამ თემას უნდა დაუბრუნდე და ორი ძირე კითხვა მაქვს და სანამ დამისვოთ ამ კითხვას რა გონიათ რათა ფეოდალიზმი ხორდა ჩამოყალიბდება ამ ქვეყანაში ანუ მოვიდა ხელისუფალი და აღარ წავიდა არასოდეს ანუ ეს უნდა მოხდეს ქვეყანაში 2012 წელს რომ მოვიდა აღარ წავიდა ეს ვერ მოხდება ეს ვერ მოხდება საუბარი არის ხშირად აი იცით რა არის ბიზინა ივანიშვილი ბრუტალური გახდა მისი ხელისუფლება დაუნდობელი გახდა ხო არ ერიდება თავდასხმებს ზალადობას კი ვიდრე 2020 წლის არჩევნებზეო მომისმენია მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან დიახაც ეს ასეა თუმცა განსხვავება არის ვებერთელა 2020 წელს სამწუხაროდ მთელი საერთაშორისო საზოგადოების ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიუსელის ხარდაჭერა ქონდა ქართულ ოცნებას და ვაღიარებ დასანანია რომ მაშინ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ადეკვატური რეაქცია ამ ხელისუფლების მიმართ არ ქონდა დღეს სრული ხარდაჭერა როგორც ქართული გაერთიანებაში ორი მცირე კითხვა დამრჩა და უნდა დავასრულო მაბატიეთ ვებერთელა სხვაობა მე არ ამგონია რომ ბიზინა ივანიშვილი როგორც მონას უნდა ექცეოდეს თელერს მე მიმაჩნია რომ ხელისუფლებები უნდა იმარჯვებდნენ პოლიტიკური ძალების სახით და მე მარცხდებოდნენ და ეს მონაცვლეობა პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში უნდა ხდებოდეს მოვიდა ბატონო გვიჩვენებს ამას არჩევნები ბატონიკა 2040 არჩევნები გვიჩვენებს ახლა როგორ გონიათ ნინო აბა რა არა ხო და არჩევნებს არჩევნები შედეგი მინდა რომ სხვა თემაზე გადავიდე უბრალოდ იმიტომ ეს ხო ჩვენ შვილებს ეხება რა თქმა უნდა და არჩევნებზე იქნება შედეგები და იქ გამოჩნდება ყველაფერი თქო და მანამდე ვიდრე არჩევნებამდე მიხვალ და ორი პატარა კითხვა
კითხვაღა დამრჩენთ რომ გვეწურება. ერთი, უბრალოდ ამ გაერთიანებებზე როდესაც საუბრობდით, ევროპულ საქართველოსზეც იყო საუბარი, რომ შესაძლოა ამ გაერთიანებაში ყოფილიყო და მათთანაც ვერ შედგა. თითქოს კომუნიკაციაც აღარ დამყარდა, როგორც გიგაბოკერი ამბობდა, ანუ მიმდინარეობს ისევ კონსულტაციები თუ ეს თემაც დაიხურა მაგალითად და ევროპული საქართველოს რაღაც ან ცალკე თვითონ გადაწყვეტს ამ ბედნიერებას თუ მომანიჭებთ რომ მომდენო ჩართვა თუ კი მექნება თქვენს აუცილებლად გეკნებათ ბატონო ნიკა როდის იყო დახურული ეს ეთერი ან თქვენთვის ან უბრალოდ კვირაში ერთხელ ყველა სტუმარს უწევს ხოლმე არა დამასრულებიეთ დიახ მადლობა აქტიურად ვცდილობ ვიყოთ კომუნიკაციაში მართლაც ამორჩეულთან მათ შორის ჩვენ ნუ აი არ ებადებათ კითხვა რომ აი იმ პარტიასთან რატო არ ხარ ამ პარტიასთან რატო არ ხარ იმასთან ხარ რატო არ ხარ ბატონო ნიკა წინასაარჩევნოდ ეს ხო საინტერესოა როდესაც ამაზე საუბრობთ რომ ეს გაერთიანებებმა უნდა გაიმარჯვონ რა ფორმით ამორჩეულობა აინტერესებს საქართველოს წარმატება მათ იმ გზაზე რომელსაც აირჩევენ დაუკავშირებენ მათ ბედს ჩვენს პლატფორმას წინააღმდეგები ნამდვილად არ ვიქნებით ისევე როგორც ლელოსთან დაკავშირებით ლელოს შემთხვევაში თუმცა საბოლოო ჯამში ერთი პარტიას და მეორე პარტიას მჯერა რომ იპოვიან პარტნიორებს იმიტომ რომ ამ ყველაფერში აი ბოლო კითხვა მაქვს პარტნიორების არის თუ არა ჩართული პრეზიდენტი ბატონო ნიკა და ამას რატო ამბობ ეს პირველი რაღაც ერთობის ის ხომ ამ ქარტიაზე ხელმოწერით შედგა და იქ წერია რომ თქვა სალომე ზურაბიშვილის მთავრობის დაკომპლექტებაშიც კი მიიღებდა მონაწილეობას ანუ ვიდრე იქამდე მივა პროცესი აი რაღაც არჩევნებამდე მონაწილეობს ისიც თუ ეს ჯერ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მე არ მაქვს ინფორმაცია ხო ანუ ქარტიის ხელმოწერის შემდეგ ჯერ ეს არაფერი არ გაგრძელებულა პროცესში ის არ მონაწილეობს ჩვენთვის საერთო სასურველია სავალდებულოც არის საქმე სჭირდება ქვეყნის ინტერესი სჭირდება რომ ქარტიაში გაწერილი პუნქტები შესულდეს ნაწილი რომელიც არჩევნებამდეა შესასრულებელი და განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ ხო მათ შორის არის გაწერილი რა თქმა უნდა ერთ-ერთი პუნქტი რომელიც გულისხმობს ძლიერი კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი თავრობის ჩამოყალიბებას, როდის ეს იქნება არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ეს საკითხი რა თქმა უნდა გაირკვევა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერი უნდა იცოდეს წინასწარ, რაც მეტი ინფორმაცია იქნება მათ წინასწარ, სიცხადეც, რაც უფრო მეტ შეიტანდა თავის დროზე, მით უფრო გაადვილდება ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, ანუ გამარჯვება ქართველი ხალხის. მე ამ ორივეს დიახაც განგებ, უკავშირებ ერთმანეთს. ამიტომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ პროცესში ნამდვილად არ მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგეს ცვლილებები, გატარდეს ის რეფორმები, რომელიც იმ ქარტიაშია გაწერილი და მალევე, როდესაც ქვეყანა იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი ობიექტური სამართლიანი არჩევნები ჩასატარებლად მზად, ჩატარდეს ვადაზე ადრე ახალი საპარლამენტო არჩევნები, მას შემდეგ როდესაც მზად იქნება ქვეყანა, ჩატარდეს თავისუფალი და ობიექტური არჩევნები. იქნება ერთ წელიწადში, კი ბატონო, ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს. თუ იქნება ორ წელიწადში, ორ წელიწადში უნდა ჩატარდეს და კი ბატონო, ეხლა დამარცხება ქართული ოცნება, თუ მერე გაიმარჯვებენ გაიმარჯვონ ხო ეს იყოს დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები. მადლობა ბატონო ნიკა. ეს არის და წარმატებები. მადლობა დიდი, მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს.